მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს უნდა ვისაუბროთ ყველაზე შესანიშნავ გადაცემაზე, ვინ არის. ალბათ არ იცით, ან თუ იცით ეგ არაფერი. არის ეგეთი გადაცემა, რომელიც არ ვიცი რომელ არხზე გადის, მე მგონი იმედზე. და კარჩე რაღაცა ხდება რა. გადაცემაში თავიდან ბოლომდე ნანახი არ მაქვს. მაგრამ იდეას მივხვდი. Короче, ვიღაც ადამიანები ერთი სეზონი არის, ეგრე რომ ვიღაც ადამიანები რაღაცა ფორმებით გამოდიან და მღერიან და წეგვავენ. და მე ვიღაცები, ვინც ვარდებიან, მე ესენი იხდიან ამ ფორმას და აჩვენებენ თავიანთ ეს ეს გადაცემა მე კალასგან ვიცი, კალა და დიმა, ორი ესეთი ადამიანი არსებობს, კალა იცით ვინც არის და დიმა არის მეორე ადამიანი. ხო და ამ ორმა ადამიანმა ხუმრობით იმდენ ქნეს, რომ გავიგე ამ გადაცემის შესახებ. ანუ ყურება არ დამიწყია რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც საგიჟეთი ხდება რა. ბოლოს, აი ხა ბოლოს რაღაც ჯგუფი გავაძრე Facebook-ზე რა. და ამ ჯგუფში განიხილავდნენ, რომ ბიჭო, მეცა რა, კარჩე, ვიღაცა უნდა ყოფილიყო ბუდუ ზივზივაძე. რაღაცა ფორმა აქვს რა. სულ ბოლო პოსტი ამ ჯგუფში დღეს ეხა რაც ნახე იყო, რომ დავით ნინიაშვილი არის კენგურუ. საგიჟეთია ეულებრივი რა ოფის ჩემი კოშკი გამოვიდა საგიჟეთია ჩვეულებრივი მოკლედ მარტივად რო აგიღწევთ ესეთი რაღაც არ მინახავს ანუ ზრდასრული ხალხი დგანან და ბჭობენ კენგურუ ვინა მე კარგი მოვთხარ Prime house ჯობნის უკვე რა ჩემი აზრით. მე მგონია რომ ვამშე ყველაფერს აჯობა. თან მათ არის ჟიურის პონტი რა. ანუ არ ვიცი როგორ ვარდებიან, სავარაუდოდ ხმის მიწემით იქნება მაყუთი რო იშოვან, მაგრამ короче, ჟიურივით ხედან რა გვარია ეგ კაცი? ის არა ირაკლი, შუა ქალაქში რო იყო. რა გვარია? დავავიწყდა. რეალური გვარი დამოიწყდა ჩხეიძე. მე მგონი პერსონაჟი იყო. კარჩი ნუ რაზრი. ეგა და ანრი ჯოხაძე, ვინც უეჭველი ვიცი. და წარმოიდგინეთ რა რთული სამსახური აქვთ მაგათ. რომ ძალიან სერიოზული სახით გაუოგნებლად უნდა ისხდნენ და იფიქრონ თუ რატომ არის მედუზა ეკა კვალიაშვილი. იმიტომ რომ ბოლო მონაცემებით მედუზა გონიათ ეკა კვალიაშვილი. ბიჭო რა რთული პროფესიაა რომ აი სახე არ შეგეცვალოს როცა ვიღაცა ვინ არის კაცო ეს მედუზა ეკა შენახა აი იმაჯე ესეთ ბედნიერია არ ყოფილა აი ხანია დებილიზმია ბიჭო რა და დებილიზმს აკეთებს ბიჭო და მე რა მაინტერესებს იცი ან ხალხს რატო აინტერესებს ბიჭო თან რა ხალხს ჭიტავენ ბიჭო იმეებში მუხლუხოებში იმეებში ჩემი კარგი მოტყვა ოთარა გამელი რა სასაცილოა ჩემი თან ღერიან ცეკვა კაუჩე ვიღაცა არის პანტერა და ეს პანტერა არის ქალის ხმა აქვს ყოველ შემთხვევაში და ვინც კი საქართველოში ცნობილი მომღერალი ქალია 1.70-დან კი არა და 1.75-დან 1.80-მდე ერთ ტიპს ეწერა კომენტარი რომ აი ესენი მგონია ყველა ჩამოთვლილი ყავდა ვაბშე ერთი ადამიანი არ ყავდა გამოტოვებული და ეს ხედან და ბჭობენ და განიხილავენ ვინ რატო უნდა იყოს მუხლუხო და მედუზა აუ არა ბიჭო ეს სერიოზული შინაარსი არ ექნება ამ ვიდეოს ვერ ვილაპარაკებ ამაზე სერიოზულად
ბიჯვამ სიცილით ბიჯო ხონ ანუ იმაზე კი არ მეჯმევა სიცილით ხა ეგოცა ეგ ვიდეო რომ ნახო მაგ გადაცემის დავიკრინჯები აი უეჭველია მეთქი რა ხდება ვიფიქრებ მარა აი მუხლუხო და უზე მუხლუხო თავზე იძროს და ეკა კვალიაშვილი რო იჩდება საგიჟეთია ძმაო აი ეგ გადაცემა ასახავს ჩვენ ქვეყანას ერთ-ერთში მე რა მიყურებ ჩემი გადა არ ვიცი რა მე ის მაინტერესებს ვიღაცამ ხომ მოიფიქრა ეს გადაცემა რომ ეს გავაკეთოთ და სხვაებმა მოდიო ტესლი იდეაო ხო უთხრეს შეიძლება არის კიდევაც მართლა ანუ ეკა კვალიაშვილს რო არ ელოდებოდნენ მედუზაში შეიძლება მე სხვანაირად შემეხედა ამ საკითხისთვის მაგრამ აი ხო დაიწყეს გადაცემა აი ფრაზა რო პირველად გაჟღერდა ნეტა ვინ არის მუხლუხო რაღაცა ხო უნდა ვიღაცას სტაფში ხო უნდა ქონდა რომ ბიჭო მე მგონი ყალაობას ვაკეთებთ არა იმენა ბოლომდე აწურინებენ ო რა სასაცილოა ოღონ თვითონ გადაცემა ნანახი არ მაქვს მარტო მოხსნების ეპიზოდები მაქვს ნანახი რა ანუ ვიღაცები რომ იხსნიან ამ თავის ფორმებს და ძალიან სასაცილო არის ძალიან რაღაც დიდი ეს 75 წლის კაცი რომ მუხლუხოა და ეს თავს რომ მოიხდის და სიგიჟია ჩემ რჩევა იქნება რომ ნუშვებით რა მაგრამ იმ ჯგუფში რო შევედი არ ვიცი ძმო ეგ ვაფშე სხვა სამყარო იყო აი საერთოდ სხვა სამყარო ვიღაცას ეწერა რომ მოდიო ყველანიო შევიკრიბოთ ერთად უყუროთ ფინალსო მედუზის ფორმებშიო ანუ მთელი ქვეყანა მედუზები ვიყოთო და მედუზას უგულშემატკივროთ აი 40 ლაიკი ქონდა მაგ პოსტს რო იწოდ აი გავრეკავ მე ამ ქვეყანა მართლა გავრე ერთ-ერთ აი რა დაანთხელა მე მგონია რომ ზაფხულში ისე დაცხა რომ თელ ქვეყანას ჰალუცინაციები გვაქვს და ეგ რეალური არ არის რა აი მე ეგრე უყურებ ბიჭო ახლა აი არ ვიცი ან მართლა არ ვიცი ეს პროსტა მინდოდა რომ მეცინა და თქვენც რომ გენახათ როგორ ვიცინოდი ეგ მეტი არაფერი არ მე რატო გადავწყვიტე ამაზე ჩამეწერა ვიდეო არ ვიცი ის შუტკა რო თქვი ალბათ ხო ეგ ხომ რომ მომეწონა ძალიან ისა რა რართული პროფესიაა რომ უნდა უყურო და არ გაგეცინოს რომ აი ეს ეკა კვალიაშვილი არის მედუზა რა მედუზა რა პანტერა რა კენგურუში კაი კენგურუში დავით ნინიაშვილს რომ მოიაზრებთ მაგრამ იტყდება მართლა მაგრამ ის უფრო გამიტყდება მართლა დავითი რო იყოს მერე რა ვქნა აი ვაიდა მართლა ეგ არის აი მერე რა შვები ის მთავარი ის იყო რომ ბოლოს უკვე ბუდუს განიხილავდნენ ვიღაცად რა მე მგონი კენგურუ იყო ეგეც რა იმიტომ რომ ეს კენგურუ რაღაც ძალიან სპორტული აღნაგობისაა გარედან ალბათ რა ვიცი მე მარტო სპორტსმენ კაცებს განიხილავ აუ ბუდუ რო ყოფილიყო მართლა ვაიმე ხო გავრეკავდი ძმაო გაგიჟდები ადამიანი რა ესეთ რაღაცებს გაგიჟდები აბა რა იქნება მესი რო იყოს ხა წარმოიდგინეთ რომ რაღაც ქვეყანაში მიდიხარ ურა მაგარი იქნებოდა აი არგენტინაში რო კონდეთ თავიანთი ვინ არის და გაბრიელ ბატისტუტა რო არის ღორჯო ლოკ ბიჭო ეს მედუზა და კენგურუ ძალიან ისეთია რა მეინსტრიმ რაღაცებია ცოტა ისეთი კონდიციონერი ვინ არის სალფეტკის ხელის სალფეტკი სასაღები ის რო არის რა რაღაცები ყავის ჭიქა ვინ არის ეგეთი რაღაცები გააკეთეთ რა არასწორებს ეს კენგურუები ცხოველები და ფლორა და ფლაუნა რა უბრალოდ დაღლილი არა ძმაო ამ ვიდეოს დავდებ მაგრამ აი ხო ხვდებით რატო გადავიღე მეტი არაფერია ბოდიში რო შეგაწუხეთ და დრო და გარგარკინეთ მართლა მაგრამ რო არ მელაპარაკა ამ თემაზე ვინმესთან გავრეკავდი
თქვენი მიზანია რომ გამოიცნოთ ვინ არის ეს ეკა კვალიაშვილი თუ ბუდუ ზივზივაძე